დილიდან მტკვარში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს მდინარეში ჩაძირული BMW-ს მარკის ავტომანქანის ამოყვანას ცდილობენ. წინასწარი დათვალიერებით ცნობილია, რომ ავტომობილში ცხედარი არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები პარალელურად სტიქიის დროს დაკარგული 3 პირის ძებნას აგრძელებენ. ადგილზე მუშაობს ნიკა მოლოდინაშვილი, პირდაპირ ეთერში გვერდება. ნიკა, მოხერხდა თუ არა უკვე ავტომანქანის ამოყვანა? არა ლევან, ჯერჯერობით ავტომანქანის გამოტანა ვერ მოხერხდა, თუმცა გეტყვით, რომ სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო, როგორც მდინარე მტკვრის კალაპოტში, ასევე მდინარე ვერეს გვირაბში, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მაშველებმა გვირაბში ჩარჩენილი BMW-ს მარკის ავტომანქანა აღმოაჩინეს, თუმცა მოგვიანებით უკვე გარკვეული დღეების განმავლობაში ხდებოდა გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ გამარტივებულად მომხდარიყო ამ ავტომანქანის გამოტანა. ადგილზე მობილიზებული არის შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც მოხდება საბოლოო ჯამში ამ ავტომანქანის ამოტანა. ჩვენთან ერთად იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელიც ჩვენ შეკითხვებს უპასუხობს. ბატონ დავით, რა მდგომარეობა ზოგადად ამ გვირაბში და აქვს თუ არა წინაღობა კიდევ მდინარე ვერეს? მოგესალმებით, პირველ რიგში ვივესალმები მაყურებლებს. გვირაბი დათვალიერებული ხდა სამაშველო სამსახურის მიერ. გვირაბი აბსოლუტურად თავისუფალია და წყალი თავისუფლად მიედინება გვირაბში. ერთადერთი გვირაბის დაახლოებით შუაში მტკვრის შესართავიდან 300 მეტრის მანძილზე იმყოფება ავტომანქანა, რომელიც სტიქიური უბედურების დროს იქნა შემოტანილი მდინარის მიერ და დღეს მიმდინარეობს სწორედ სამაშველო ოპერაცია ამ ავტომანქანის გამოყვანასთან დაკავშირებით, როგორც სამაშველო სამსახური, ასევე თბილისის მერის კეთილმოწყობის სამსახურია ჩართული. ტექნიკა უკვე შეყვანილია, სამაშველო სამსახურებმა შესაბამისი, ასე ვთქვათ, შეერთება მოახდინეს და აქედან გამომდინარე ვარაუდობთ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ეს მანქანა იქნება გამოყვანილი. მანქანა ძლიერ არის დაზიანებული, BMW-ს მარკის ავტომანქანა და შესაბამისად შემდეგ უკვე დადგინდება. შეეხება ზოგადად სამუშაობს მდინარე ვერეს ხეობაში, რა ეტაპზე არის ეს პროცესი, იგივე ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და მთლიანად მტკვრის კალაპოტამდე რა ეტაპზე არის სამუშაოები? სამუშაოების 90% შეიძლება ითქვას, რომ არის შესრულებული, ანუ გაწმენდითი სამუშაოებია ნაგულისხმევი აქ. მიმდინარეობს დღესაც მუშაობა, დღეს ხვალზე ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ და იმუშავებენ შესაბამის სამსახურები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გვეხმარებიან. ეს არის როგორც სამაშველო სამსახური, ასევე ჯარის ნაწილები და რამდენიმე სამინისტროს მიმდებარე უწყებები და ვარაუდობთ, რომ მომდევნო კვირის შუა დღეებისთვის იქნება ხეობა მთლიანად გაწმენდილი, მთავრდება ზოოპარკის გაწმენდა, მზიურის გაწმენდა და სვანიძის ქუჩის გაწმენდითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე უფრო ინტენსიურად შეგვიძლია აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები დავიწყოთ და მთლიანად გადავრთოთ ტექნიკა აღდგენით სამუშაოებს. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მოითხოვს, რომ იგივე იპოდრომის, მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაზე სამომავლოდ, როდესაც გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება, გაკეთდეს დასასვენებელი პარკი. თქვენ, ანუ მერია რა მიმართულებით მუშაობს ამ კუთხით, რა ასაპირებთ სამომავლოდ? სამომავლოდ მწვანე სივრცის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. ზოოპარკის ტერიტორია მთლიანად, ისევე როგორც მზიურის ტერიტორია, რა თქმა უნდა, იქნება მწვანე სივრცე და ჩვენ ძალიან ბევრ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს ჩავრთავთ, ვისაც ექნება სურვილი გამწვანების ღონისძიებებში და აქციებში. გვინდა რომ გავაკეთოთ კარგი პროექტი და ამ კარგი პროექტის ფარგლებში დედაქალაქს შევძინოთ რეკრეაციული დასასვენებელი სივრცე, ასე რომ ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავებთ შემოდგომიდან. იყო საუბარი თითქოს თბილისი მანჰეტენის მსგავსი რაღაც პროექტზეც უნდა ემუშავა მერიას, რას გულისხმობს თუ გაქვთ ინფორმაცია ზოგადად ეს და როგორ მოხდება შერწყმა აი ამ პარკსა და ამ ეგრეთ წოდებულ თბილისი მანჰეტენს შორის? ეს არ არის მერიის პროექტი, ეს არის, ასე ვთქვათ, იდეა, რომელიც იქნა შემოთავაზებული ექსპერტული ჯგუფის მიერ, ჯერჯერობით ჩვენთან დოკუმენტური ფორმით რაიმე გადაწყვეტილება ან ასე ვთქვათ თვითონ პროექტი არ შემოსულა და არ ვარ დეტალებზე საქმის კურსში, როგორც კი შემოვა, ვნახავთ რაზეა საუბარი, თუმცა გარკვეული ნიშნული, რაც ჩვენ ავიღეთ და სადაც პოტენციური დატბორვის ზონა, იქ ვერაფერი ვერ აშენდება, იმიტომ რომ ეს არის საფრთხის ზონა და საფრთხის ზონა ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი. დიდი მადლობა ბატონ დავით, მე შეგახსენებთ, რომ სამუშაოები მდინარე მტკვრის კალაპოტში და ასევე
ვერეს ხეობის და მდინარე ვერეს გვირაბში დღეს დილიდან მიმდინარეობს. გვირაბში არის შესული სპეციალური ტექნიკა, ტრაქტორი, რომელსაც მართავს კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი და სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება ამ ავტომანქანის გამოტანა. ამ სამუშაოების გამო მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაკეტილი არის და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, გზის გახსნაც მოხდება. ლევან კვარში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ეს ნიკა მოლოდინაშვილი იყო.